სლოვაკეთი, უნგრეთი, სერბეთი, საქართველო. რუკაზე ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, როგორ კედელს აშენებს კრემლი ცენტრალურ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაზე გავლენისთვის. ეს გამოსახულება აშკარას ხდის, რომ პუტინს მისი საზღვრების უსაფრთხოება კი არ ადარდებს, მას ევროპისთვის ზიანის მიყენება უნდა. ჩამოთვლილ 4 ქვეყანაში ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები მიმდინარეობს. მოთხოვნა ყველგან პრორუსული რეჟიმების თუ რეჟიმობისგან გადახრილი ხელისუფლებების მართვის ადავებიდან ჩამოშორება. ერთიანი პაზლი არის ნამდვილად ყველას რუსული რეჟიმი, რუსული ნარატივები, რუსული პროპაგანდა აერთიანებს და აქედან კვალი ნათელია სად მიდის. მსგავსება სახეზე არის, მცირედი განსხვავებები არის, ახლა იქ სხვა სახელი ქვია პრორუსულ პარტიას, ერთგან მეორედან სხვა სახელი და ამ ასე ვთქვათ საზოგადოებებსაც განსხვავებული წარსული გააჩნია, თუმცა მომავალთან დაკავშირებით ისინი ღიად აფიქსირებენ, რომ მათი კავშირი, მათი ადგილი არის დასავლეთში, ევროპის კავშირში, ნატოში, ესეც გამაერთიანებელია. There's definitely a lot of similarities. That's obvious. So I think ძალიან ბევრი მსგავსებაა პროცესებში სერბეთში და საქართველოში ახალი ხელისუფლება მოვიდა 2012-ში და ორივე მოვიდა პროდასავლური მანტიით. ჰქონდათ უამრავი გამოწვევა. პირველ წლებში თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. ჩვენთან იყო კორუფციის გამოწვევებიც. ჩვენ კონსტიტუციაში არ ჩაგვიწერია, მაგრამ მთავარი პირობა იყო, რომ ევროკავშირში გავწევრიანდებოდით და მერე ნელ-ნელა დაიწყო იმედგაცრუებები და მივიღეთ დღევანდელი სიტუაცია. აქციები და დემონსტრაციები მიმდინარეობს, მართალია ყოველ დღე არა, მაგრამ ანონსდება და იმის მიხედვით გადის ხალხი ქუჩაში. არა მარტო ბრატისლავაში, სხვადასხვა სლოვაკეთის დიდ ქალაქებში არის აქციები. და დაახლოებით იგივე სიტუაცია არის აქ, რაც დღეს საქართველოში ხდება, იგივე პრობლემით არის ხალხი. აქაურმა ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა ფიცომ გადაწყვიტა უარი თქვას ევროკავშირზე, ესე ვთქვათ, ღიად აფიქსირებს თავის პრორუსულ პოზიციას, იყო პუტინთან ასევე ჩასული, რაც ევროპული ლიდერისთვის ძალიან ისეთი ნაბიჯია იშვიათი. დროების რესპონდენტები თბილისიდან, ბელგრადიდან და ბრატისლავადან პროცესების მიმდინარეობაზე, მსგავსებაზე და განსხვავებებზე ისაუბრებენ. დავიწყოთ სლოვაკეთიდან. პრემიერი ფიცო ხელისუფლებაში მოვიდა, როცა ქვეყანა უკვე ევროკავშირის და ნატოს წევრი იყო. მისი ერთადერთი საზრუნავი კეთილდღეობის გაზრდა და უკვე მოპოვებული უსაფრთხოების გარანტიების განმტკიცება უნდა ყოფილიყო, თუმცა ის ნელ-ნელა პუტინის ნარატივებზე გადავიდა და ევროკავშირში რიგით მეორე ტროას ცხენი აღმოჩნდა. შედეგად მიიღო ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები და პარლამენტში უმრავლესობაც დაკარგა. ზოგადად სლოვაკები არ არიან დიდად პოლიტიკურები, მაგრამ ახლა როგორც ხედავ, საქმე ძალიან სერიოზულად არის და თითქმის ყველა ქუჩაშია. საკმაოდ მობილიზებულია ხალხი სხვათა შორის და ვფიქრობ, რომ თავისას გაიტანენ და არ მისცემენ უფლებას უკვე მოპოვებული ევროკავშირი წევრობა დაკარგონ, ესე ვთქვათ. რომ ამ ქვეყნისთვის და ამ ხალხისთვის, ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობა. როდესაც კეთილდღეობას შეჩვეულ აპოლიტიკურ საზოგადოებას აიძულებ ქუჩაში გამოვიდეს, მერე გიწევს სხვებს დააბრალო ყველაფერი. ამ სხვებში მოხვდა ქართული ლეგიონიც, უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედროების ნაწილი. ასია, როდესაც კრემლის დავალებებს ასრულებ, მერე გიწევს აბსურდული მიზეზების მოფიქრება საკუთარი რუსული კვალის დასაფარად. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ლეგიონზე მიიტანა ფიცო მიერიში, ქართველები სლოვაკეთში ამ დროისთვის თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ქართველებს არ გვაქვს პრინციპში არანაირი პრობლემა, არ გვეხება ესე ვთქვათ. თუმცა ჩართულები ვართ პროცესებში ინფორმაციულად ვადევნებთ თვალყურს. რა ვიცი, ჩვენი მხრიდანაც იყო დემონსტრაციები, ქართველებიც ვიყავით აქციაზე გასული, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და აქაური ოპოზიციური პარტიებიც გამოსულები იყვნენ ჩვენ მხარის დასაჭერად, ესე ვთქვათ.
სლოვაკი ხალხი ფიცოს წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. აღმოსავლეთ ევროპაში აღმართული რუსული კედლის კიდევ ერთ ნაწილ უნგრეთში კი ორბანის წინააღმდეგ განწყობები ძლიერდება. ორბანი ხელისუფლებაში ულტრალიბერალური ღირებულებებით მოვიდა. სოროსის დახმარებით ამერიკაში განათლება მიღებული უნგრეთის დასავლური განვითარების დაპირებით განიმტკიცა ძალაუფლება და შემდეგ მის შემთხვევაშიც ნელ-ნელა შეაპარა უნგრელ ხალხს პუტინისტური ნარატივები. ლიბერალურიდან ფსევდო-კონსერვატული რიტორიკაზე გადაეწყო და ასე მოიპოვა ევროკავშირში რუსეთის ნომერ პირველი ტრუას ცხენის ტიტული. უნგრეთში დემონსტრაციები მის წინააღმდეგ ისე მძლავრი არაა, თუმცა პერიოდულად ტარდება და ქვეყანა მომავალი წლის არჩევნებისთვის ემზადება. ორბანი ამაყობს ტრამპთან კარგი ურთიერთობებით, თუმცა შეერთებულ შტატებში ბევრი რამ მოახლოეს ხანში გამოიკვეთება. მათ შორის ხედავთ მაგალითად ის, რომ ორბანი ისეთი ომახიანი ვეღარ არის თავის თითქოს და ტრამპთან მეგობრობის საკითხში, ხო? ნახოთ როგორი პოზიცია ჩამოყალიბდება. ძალიან მნიშვნელოვანი არის ადგილზე პროტესტები, პროტესტი თუ არ იქნება გარედან არაფერი არ იქნება. პროტესტის ძალა კარგად ესმით აღმოსავლეთ ევროპაში აღმართული რუსული კედლის კიდევ ერთ ნაწილ სერბეთში. იქ წლების შემდეგ საზოგადოებამ გამოიღვიძა. პროტესტი დაიწყო და ჯერაც რჩება მის მთავარ ნარატივად ანტიკორუფციული გამოსვლები, მაგრამ ცხადია ეს ყველაფერი პოლიტიკაა და პოლიტიკას უკავშირდება. თუ პროტესტში ჩართულ ხალხს გამოკითხავთ და ინახავთ, რომ საგარეო პოლიტიკაზე ორიენტირებული არაა გამოსვლები. ქუჩაში პრორუსულ და ევროპულ დროშებს ერთად დაინახავთ. მაგრამ მერე სტუდენტებმა მოითხოვეს, რომ მხოლოდ სტუდენტური და სერბეთის დროშები ყოფილიყო. აქციაზე აუცილებლად შეხვდებით ადამიანებს, ვისაც საგარეო კურსი პრორუსული უნდა და იმათაც შეხვდებით, ვისაც ევროკავშირი უნდა. მაგრამ ეს ხომ სერბეთია, ვუჩიჩს, ჩვენს პრეზიდენტს ერთ დღეს მარია ზახაროვა უჭერს მხარს და მეორე დღეს ტრამპის გარემოცვა. მიუხედავად ამისა, მაინც გვესმის ნარატივი, რომ დასავლეთი ცდილობს სიტუაციის არევას. სერბეთი არსებულ პროტესტებში უნიკალური მოვლენაა, რადგან სერბ ხალხს არ აქვს მკაფიო დასავლური მხარდაჭერა. ეს მოცემულობა უჩიჩმა ბალანსის პოლიტიკით შეძლო, როცა მმართველობის პირველ წლებში ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე სწრაფი და მკაფიო ნაბიჯები გადადგა და თახდა გარკვეულ საკითხებს კოსოვოსთან დაკავშირებით. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ არ დაემორჩილა პუტინის მითითებებს და არ აკლა ივანიშვილს ფიცოს და ორბანს ხმამაღალ რუსულ რიტორიკაში. ამ გარემოებების გამო საგარეო საკითხი სერბულ პროტესტში არ გვხვდება, თუმცა პოლიტიკური კრიზისი მაინც დადგა. We definitely have a political crisis since our government is down. ჩვენ ეჯგარეშე გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, თუნდაც იმიტომ რომ პრემიერი გადადგა და ეს უკვე საკმარისია, მაგრამ თავარია ის რომ სტუდენტები ამბობენ, ჩვენი პროტესტი პოლიტიკურია, მაგრამ არა პარტიული. რეჟიმი ცდილობს თავი მოაჩვენოს, თითქოს ცდილობს სტუდენტების მოთხოვნების შესრულებას და კრიზისის განმუხტვას, მაგრამ უბრალოდ დროს წელავენ. სტუდენტები უარს ამბობენ ნებისმიერი ტიპის დიალოგში შესვლას ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რადგან მიიჩნევენ, რომ ისინი დამნაშავეები არიან და არ სურთ მათთან თანამშრომლობა. ისინი ამბობენ, ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციები, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ. ამიტომ ვართ სიტუაციაში, სადაც სტუდენტები არ აპირებენ დანებებას და ხელისუფლებას არ შეუძლია დანებდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში მხოლოდ მთავრობის შეცვლა კი არ გამოვა, რომ რეჟიმი დამარცხდა. უჩიჩი საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზად არის საპარლამენტო არჩევნებიც კი დანიშნოს. ეს არ არის ის, რასაც სერბული პროტესტი მოითხოვს. სტუდენტების მოთხოვნების შესრულება მთავრობას არ შეუძლია. მაშინ თავისი მინისტრების დაჭერა მოუწევს. მაშინ ვუჩიჩს ძალაუფლების დათმობა მოუწევს. მიუხედავად ამისა, დემონსტრანტები გაჩერებას არ აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი გადადგა, მიუხედავად იმისა, რომ ვუჩიჩი ახალ არჩევნებზე ალაპარაკდა, პროტესტი არ ჩერდება. სტუდენტებს ესმით, რომ ამ პირობებში არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს. ვუჩიჩის მმართველობისას ჩატარებული არჩევნები კრიტიკას ვერ უძლებს, ამიტომ აქ სისტემური ცვლილებებია საჭირო. სერბი ანალიტიკოსების მოსმენისას ძალიან რთულია პირდაპირ ანალოგები არ დაინახოს საქართველოსთან მიმდინარე მოვლენებთან. ახლა პროტესტის გაშოვების და მისი შეჩერების მეთოდებზე. თუ კი ფიცო დემონსტრაციებში უკრაინელებს და ქართულ ლეგიონს დანაშაულებს, თუ კი ივანიშვილი გლობალური ომის პარტიას და Deep States, ვუჩიჩმა სერბეთისთვის უნიკალური მტერი მოიგონა. Important, but there were strong claims that protests were ignited by Croatian.
ძალიან აქტიურად ამუშავებენ მესიჯს, რომ პროტესტს აორგანიზებს ხორვატია. რამდენიმე სტუდენტის პასპორტიც კი გაასაჯაროვეს, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს. და ეს აქვთ, რადგან მათმა ოჯახებმა დატოვეს ხორვატია სერბეთში ომის დროს. ეს ის ოჯახებია, ვინც უარი თქვა ყოფილიყო ულტრანაციონალისტური მოძრაობის წევრები მილოშევიჩის დროს. ახლა ოფიციალური განცხადებაა, რომ რა გინდათ პრემიერი ხომ გადადგა, მთავრობა ხომ გადადგა. თავს აჩვენებენ თითქოს ვერ ხვდებიან, რომ მთავარი ვუჩიჩის რეჟიმის შეცვლა. ეს პროტესტი აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რაც აქამდე გქონია. მათ ყოველთვის ყავდათ ერთი ორგანიზატორი, იქნებოდა ეს პოლიტიკური პარტია თუ კოალიცია. ახლა ის არის დეცენტრალიზებული. ეს უდიდესი პრობლემა აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, რადგან ვერაფრით ხვდებიან, ვინ ამოიღონ სამიზნეში. ყველაფერი 3-4 პატარა უნივერსიტეტით დაიწყო და მერე მასიური ხასიათი მიიღო. თავიდან ეცადნენ ოპოზიციურ ლიდერებთან დაეკავშირებინათ, მერე ეცადნენ სტუდენტების დისკრედიტაციას, რომ ნარკომანი ან LGBT თემის წარმომადგენელია. მაგრამ საზოგადოება ხედავდა, რომ ეს ყველაფერი მთავრობის ფანტაზია იყო. არაფერი რომ გამოუვიდათ, ბოლოს ტიტუშკების გამოყენება დაიწყეს. ეს ის ხალხია, ვინც I guess titushki would be a good way of calling it. Some people who are close to the ვიცით, ჩვენც გვყავს ისინი. დიახ, ტიტუშკები არაა მხოლოდ უკრაინული ან ქართული მოვლენა. საპროტესტო მუხტის ჩაკლას რუსული რეჟიმები ერთი მეთოდით ცდილობენ. ტიტუშკების გამოჩენამ, როგორც საქართველოში, ისე in the Serbian society it brought it. სერბულ საზოგადოებაში ამან უკუ ეფექტი მოიტანა და უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ისინი კი, ვინც მანამდე ხელისუფლების მხარდამჭერებად ითვლებოდნენ, აქციებს შეუერთდნენ. ამის შემდეგ ძალადობა შეწყდა და უშიშროების სამსახურები მიდიოდნენ მშობლებთან და ეუბნებოდნენ, რომ უთხარით თქვენ შვილებს გაჩერდნენ. თუმცა არაფერმა იმუშავა, პროტესტი მაინც გრძელდება და მთავარი რაც ამ პროცესმა მოიტანა, არის ის, რომ პატარა საზოგადოებებშიც კი შიში გაქრა. აღარავინ ჩუმდება მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმესი ეშინია. როცა მსგავსებები ასე აშკარაა ბუნებრივად ჩნდება, კითხვა არის თუ არა განსხვავებები. There's some differences as well. რაც შეეხება განსხვავებებს, ჩვენ არ გვქონია პოლიციის მხრიდან ეგეთი სისასტიკე, როგორც თბილისში. არ გვქონია წამებასთან გათანაბრებული ქმედებები. აქ მხოლოდ ტიტუშკებით შემოიფარგლნენ. ეს სისასტიკე არც სლოვაკეთში გვინახავს, ამ მხრივ საქართველო გამოირჩა. და ასევე განსხვავებაა, როგორ უჭერენ მხარს საქართველოს დანარჩენი ქვეყნები. როგორც გითხარით, ამ მხრივ ჩვენთან უფრო რთული სიტუაცია. როცა რუსული კედლები ინგრევა და ამ პროცესში საზოგადოებები და ერები არიან ჩართული რეზიდენტი ხელისუფლებების წინააღმდეგ, ისტორია გვიჩვენებს, რომ ერები იმარჯვებენ. ასე იყო საბჭოთა კავშირის ნგრევის პროცესში და ასე იქნება ახლაც საბჭოთა კავშირის აღდგენის წინააღმდეგ ბრძოლაში. როცა რეჟიმი თვითგანადგურების სპირალშია შესული, ის გამოსავალს ვეღარ ხედავს და საზოგადოების ჩათრევას ცდილობს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გაძლების გრძელვადიან ბრძოლაში საზოგადოებამ აჯობოს გაკოტრებულ სისტემას და ჯიუტად გააგრძელოს სვლა რეჟიმის ტყვეების გათავისუფლების და ახალი არჩევნებისთვის.